რატომ სწავლობს ზოგი ადამიანი ინგლისურს უფრო მარტივად ვიდრე სხვები? გაგეკვირდებათ და ის საერთოდ არ არის დაკავშირებული ინტელექტთან. ეს დაკავშირებულია უნარჩვევებთან. სწრაფად პროგრესირებენ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე აქვთ შეხება ენასთან, არ უშინდებიან შეცდომებს, საუბარს იწყებენ ადრე, ენას იყენებენ და არა მხოლოდ სწავლობენ. ბევრი ადამიანი ისე სწავლობს ინგლისურს, თითქოს ემზადება გამოცდისთვის. ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუ მართლაც გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი, მაგრამ თუ ენა გინდა ზოგადი კომუნიკაციისთვის და იმისაც, რომ გამოიყენო, რისთვისაც ენა არის საჭირო, ანუ საუბრისთვის და ურთიერთობისთვის, მაშინ სხვანაირი მიდგომა გჭირდება. ზოგადად თუ დააკვირდებით, ენა ძალიან გავს სპორტს, აი წარმოიდგინეთ, რომ სწავლობთ ფეხბურთს, უყურებთ ვიდეოებს, სწავლობთ წესებს, მაგრამ არასოდეს არ თამაშობთ. კი, შეიძლება რაღაცებს მიხვდიან სპორტში, უყურო და ისე ამოვნო, მაგრამ შენ თვითონ თუ გინდა რომ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა თამაშში, უბრალოდ უნდა გახვიდე და ითამაშო. ზუსტად ასე არის ენაც. იმისათვის რომ თქვა, რომ ენა ვიცი, უნდა მქონდეს 4 უნარი: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. თუ აქედან ერთი მაინც აკლია, მაშინ ენას სრულყოფილად არ ვიცი. მაგრამ ხშირად უშვებენ ამ შეცდომას, კითხულობენ, ისმენენ, მაგრამ არ წერენ და არ საუბრობენ, ანუ არ აწარმოებენ საკუთარ ენას. ეს არის ცოდნა, მაგრამ ეს არის პასიური ცოდნა და თუ მინდა რომ გავააქტიუროთ ჩემი ენა და თუ მინდა რომ კარგად ვისწავლო, მაშინ უნდა ვილაპარაკო. ხოდერეთ ეს პასიური ცოდნა, პასიური უნარებია. როგორ ვითარდება ნებისმიერი რამე, მხოლოდ უშუალოდ ვარჯიშით. თუ ინგლისური სწავლა გინდათ, მიიღეთ ეს ვიდეო ამის ნიშნად, გამოყევით ჩემს არხს, მოიწონეთ ეს ვიდეო და იმეცადინეთ მხოლოდ 10 წუთი ყოველდღე. ნახავთ პროგრესს უკვე ერთ თვეში.